ქართული წარმოების აღლუმი დამზადებულია საქართველოში 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული გამოფენა გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისად მიმართულ ღონისძიებაში 250-ზე მეტი საწარმო მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერი დღეს ნანოტექნოლოგიების პოლიგრაფიულ მცირე საწარმო სტუდიაში მივიდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. Აი ეს სამოსია, რითაც ვაპირებთ ჩვენ საღამოს დახურვას. ერთ-ერთია, რომელიც ბოლო ელემენტები იქნება გათანამედროვებული ქართული სამოსი და ტრადიციული სამოსი უკვე მზად არის. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე თანამედროვე დიზაინის კოლექციასთან ერთად ძველი ქართული ტრადიციებიც გაცოცხლდება. ქართული მრეწველობის აღლუმისთვის დიზაინერებიც ემზადებიან. ეს იქნება წარმოდგენის სახით, ანუ რამოდენიმე ჩვენება იქნება დღის განმავლობაში, იქნება პრედაპორტე, საღამოდე შერეული და საღამოს უკვე ნაკრები დახურავს ამ საღამოს და გვექნება ნაციონალურიც, ტრადიციული, ევროპული და შევეცდებით ჩვენი სახე ამაზეც წარმოვაჩინოთ. ეს ის ადგილია, სადაც პირველი ქართული პერსონალური კომპიუტერი შეიქმნა. კომპანია ალგორითმი უკვე 2 წელია მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნის. ეს კი ბარამბოა, საწარმო, სადაც ყველაზე ტკბილი პროდუქტი იქმნება. საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სამხედრო წარმოება დაიწყო. შეიქმნა მძიმე ჯავშნიანი მანქანა, საბრძოლო იარაღი და უპილოტო საჰაერო სისტემა. მსგავსი მასშტაბის სამხედრო ტექნიკა საქართველოს ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა ამ პროდუქციას საერთო ერთი აქვს, ისინი საქართველოშია დამზადებული. დამზადებულია საქართველოში ამ სახელწოდების გამოფენას რუსთაველის გამზირი მხოლოდ ერთი დღით 26 მაისს უმასპინძლებს. უპრეცედენტო სამრეწველო აღლუმში 250-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ისინი საქართველოში დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე პირველად გამოფენენ. ნანოტექნოლოგიების პოლიგრაფიული საწარმო სანსტუდიო მხოლოდ 6 თვეა რაც დაარსდა. სტუდიაში სპეციალური პრინტერით და ნანოსაღებავებით ნებისმიერი სახის ზედაპირის მქონე პროდუქციაზე სხვადასხვა ილუსტრაციების გადატანა ხდება. კომპანიაში თვლიან, რომ ეს გამოფენა მათი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა. უახლესი ტექნოლოგიით მუშაობის პროცესს დღეს დედაქალაქის მერიც გაეცნო. ჩვენ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ რამდენიმე რამისგან. ერთი რომ თვითონ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ რა მზადდება საქართველოში, რას არტყია ის რომ არის დამზადებული საქართველოში, რა პოტენციალი გვაქვს ჩვენ. მეორე მხრივ ეს აუცილებელია იმისათვის რომ ჩვენ ყველა შესაძლო მიმართულებას მივცეთ შესაძლებლობა გავიდეს ექსპორტს. ამას ემსახურება პოპულარიზაცია ყველა მიმართულებით ქართული პროდუქტებზე, ამიტომ მე ყველას ვთხოვ, ვისაც დრო ექნება და დასვენების დღე არის 26, მოვიდეს და ნახოს, რას ვქნით ჩვენ ქართველები. ამ გამოფენაში მე ვიღებ მონაწილეობას იმიტომ, რომ გაუწიო პოპულარიზაცია ჩემს პროდუქციას და ხალხმა ნახოს ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში. რუსთაველის გამზირი საქართველოში დამზადებულ პროდუქციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დილიდან უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მხრიდან ინტერესი დიდი იქნება, ქართული მრეწველობის აღლუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს.